მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ვიდეოზე, სადაც დღეს ძალიან საინტერესო თემას განვიხილავთ, დროის გატარების პლუსებს ბუნებაში და სოციალურ მედიაში. რომელია უფრო სასარგებლოა? რა სარგებელი მოაქვს თითოეულს? მოდით, გავერკვეთ. ბუნებაში დროის გატარებას უამრავი დადებითი მხარე აქვს. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, სუფთა ჰაერი, მზის სხივები და ბუნებრივი გარემო ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ენერგიის აღდგენას და იმუნიტეტის სისტემის გაძლიერებას. კრეატიულობა და ინსპირაცია, ბუნებაში სეირნობა ან დროის გატარება ადამიანს უფრო მშვიდსა და კრეატიულს ხდის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუშაობს ინტელექტუალურ ან ხელოვნების სფეროში. ფიზიკური აქტიურობა, ლაშქრობა, სირბილი ან თუნდაც უბრალოდ სიარული ხელს უწყობს კუნთების განვითარებას და ორგანიზმის გაძლიერებას. სტრესისა და შფოთვის შემცირება, ბუნებრივი გარემო ეხმარება ადამიანს მოდუნებაში და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. სოციალურ მედიაში დროის გატარების პლუსები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სოციალურ მედიას უარყოფითად აღიქვამენ, მას აქვს მრავალი დადებითი მხარეც. ინფორმაცია და განათლება, პლატფორმები, როგორიცაა YouTube, TikTok და Instagram, უამრავ სასარგებლო ცოდნასა და ინფორმაციას გვაწვდიან. კომუნიკაცია და კავშირები, სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს დაუკავშირდეთ ახლობლებს, მეგობრებს და ახალ ადამიანებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. კარიერული შესაძლებლობები, სოციალური მედია შეიძლება გახდეს კარიერული განვითარების შესანიშნავი საშუალება, იქნება ეს კონტენტის შექმნა, ბრენდინგი თუ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიღება. შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ხედვა სოციალური მედიის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, გაავრცელოს სასარგებლო ინფორმაცია და გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ბუნებაში დროის გატარება და სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მათ სწორად მოვიხმართ. მთავარია ვიპოვოთ ბალანსი და თითოეული აქტივობიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. თქვენ რას ფიქრობთ? რომელი გირჩევნიათ, ბუნებაში დროის გატარება თუ სოციალური მედია? დაწერეთ კომენტარებში. მადლობა ყურებისთვის, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და ლაიქი, რომ არ გამოგრჩეთ მომდევნო საინტერესო ვიდეოები. შეხვედრამდე.